არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალმა წალკის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ცენტრის სამმალო გეგმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს. ინტეგრაციის ცენტრის წევრები უახლოეს დღეებში წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების აღწერას დაიწყებენ. ცენტრი ასევე ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ თემებს საერთო ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. ორგანიზაცია ბორჯღალი სპეციალურ რეკომენდაციებს ეკომიგრანტთა განსახლებასა და სოციალური დაცვის საკითხზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს გადაუგზავნის. ინტეგრაციის ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და იგი წალკაში მომდევნო 5 თვის განმავლობაში იმუშავებს. ცენტრის გახსნას წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტებიც ესწრებოდნენ. ზოგადად ცენტრის გახსნა გადაწყდა მოქალაქეების ხოვნის და მოქალაქეებიდან მომართვიანობის საფუძველზე, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ჩვენთვის პირადად ყოველთვიურად სიარული წალკის მუნიციპალიტეტში და იქ არსებული პრობლემების შესწავლა. ცენტრის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკომიგრანტებს თავიანთი პრობლემის ფართოდ წარმოჩენაში, ხელი შეუწყოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში და შევასრულოთ შუალობითი რგოლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ეკომიგრანტ ოჯახებს შორის. გარდა ამისა, ცენტრის ფუნქცია იქნება, რომ დაეხმაროს და იყოს ერთგვარი კომუნიკატორი ადგილობრივ მოსახლეობასა და ეკომიგრანტ ოჯახებს შორის და შედგეს ხელი შეუწყოს სტიმულირება მოახდინოთ ინტეგრაციული პროცესების ადგილობრივ დონეზე.